აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს პროგრამაზე დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. პროცესი 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნული პროგრამის მიზანი აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანი წინადადებებისა და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერაა. მხარდაჭერა კი მატერიალურ ტექნიკური აქტივებით უზრუნველყოფას გულისხმობს. აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კვლავ განაგრძობს მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამას. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და მესამე წელი ავახორციელებთ აღნიშნულ პროგრამას. მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, შარშან 100-მდე განაცხადი იყო შემოსული და დავაფინანსებთ სამწუხაროდ წელი ბიუჯეტის გათვალისწინებით 20-მდე ბენეფიციარი, თუმცა წელს გაცილებით მეტია განაცხადების რიცხვი, მოთხოვნაც შესაბამისად გაზრდილია. პროექტის გათვალისწინებით ბენეფიციარს მაქსიმუმ 3 მატერიალურ-ტექნიკური აქტივის მოთხოვნა შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნილი რესურსის ჯამური ღირებულება 7,000 ლარს არ აღემატებოდეს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ბენეფიციარს, რომელიც არის აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნია შესაბამისი აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. პროგრამა გათვლილია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში მცხოვრებ დევნილებზე. სააგენტოში არსებული კომისია განიხილავს ამ ყველა შემოსულ საქმიან წინადადებებს, ანუ ბიზნეს პროექტებს და წინასწარ შემუშავებული სააგენტოში კრიტერიუმების მიხედვით სააგენტო ანიჭებს ყველა აპლიკაციას შესაბამის ქულებს. და ყველაზე მაღალქოლიანი დაკმაყოფილებია მოთხოვნილი აქტივით მაქსიმუმ 7,000 ლარის ფარგლებში. რომლიდანაც გაფორმდება შესაბამისი დოკუმენტაცია, სადაც მონიტორინგის და კონტროლის მექანიზმები არის, როგორ მიზნობრივად იყენებენ ეს გამარჯვებული ბენეფიციარები მიღებულ აქტივებს. მეწარმე გია შონია სადურგლო საქმიანობას ეწევა. მან დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამით 2023 წელს ისარგებლა. პროექტის ფარგლებში უწყება მას უკვე შეუძინა დანადგარები, რომელიც ხეზე მუშაობას უადვილებს და შემოქმედებითი შესაძლებლობების გაზრდაში ეხმარება. დავფინანსდი 7,500 ლარის ფარგლებში. ამ 7,000 ფარგლებში შევიდინე ხერხი, რომელიც აუცილებელია ჩემი ბიზნესისთვის. და შემდგებელი აპარატი ორივე ერთი კემპი არის, კემპის სახელწოდება კემპი ქვია, რომელიც ყველა ფუნქციას ასრულებს და ძალიან გაგვიადვილა ამ შეძენილმა აპარატურამ საქმიანობა. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით. დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია უშუალოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ასევე უწყების ტერიტორიულ ორგანოებში. კონკურსის პირობების, კრიტერიუმებისა და შესავსები განაცხადის ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია როგორც სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე მის ოფიციალურ Facebook გვერდზე.